შევეხოთ უეჭველი ჟორჟს, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაცა რა ვიცი. შეიძლება ამ საკვალიფიკაციოზზე გადაასწროს, ან გაუთავდაბდეს. ტოპ დონის ფორვარდი ხო? არა, წარმომიდგენია რომ გაუთავდაბდეს და გადაასწროს, წარმომიდგენია. მე ვამბობ აქვე თორე რომ გაუსწრებს. აქვეც ვამბობ მე თორე. ჟორჟთან მიმართებაში მე ჩემი გეგმები მაქვს, ისეთი რა, სუბიექტური. ჩემი სურვილები მაქვს კიდე და მგონია რომ ჟორჟი არის ფეხბურთელი, რომელსაც დღეს რეალის გარდა, მოდი ეგრევე ვიტყოდი, რეალის და სიტის გარდა ნებისმიერ ტოპ გუნდში შეუძლია თამაში. იმიტომ რომ სიტიში ეს ადგილი არის დახურული და კონსერვებული და მაგას მოყვარო წავიდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი არის ფორვარდ ხულიან ალვარესი და ალვარესმაც კი ვერ გაუძლო ჰოლანდთან კონკურენციის ამბობს. ამიტომ ჟორჟი სიტის გარდა და რეალის გარდა ვფიქრობ ნებისმიერ ტოპ გუნდში. ბარსელონაში ყველაზე მეტად ვხედავ ობიექტურად რომ ვთქვა, წარმომიდგენია, იმიტომ რომ სტილურად ძალიან ბარსას ტიპაჟი არის, არ ჭირდება ეხა კატალონიაში ცოტა გვახსენდება კოლივერტის მერე ეგეთი ახმახი და კლასიკური ცხრიანის ტიპის ფეხბურთელი, არც არავინ არ ყოფილა, ხო? ამიტომ მისი ეს რაღაც კომბინაციური ფეხბურთი, ლამაზი სათამაშო მანერა, ძალიან მგონია რომ ბარსასთვის არის. ბოლო 4 თამაში თუ სწორად მახსოვს 12 საგოლე მოქმედება აქვს, ხო? კი. ну შეიძლება უფრო მეტი გეტყვი ახლა. ბოლო 4 თამაშია ლაპარაკი. ეს FCSP-სთან ქონდა 4 მერე ქონდა ლიგა 1-ში ქონდა 3 გოლი და 2 ასისტი. გოლი და არა, 2 გოლი და ასისტი. დუბლი და ასისტი. კი, ანუ 7 საგოლე მოქმედება. მერე ნაკრებში ქონდა დუბლი და ასისტი. თუ ასისტი. არა, ასისტი არ არა, კიდემ გააკეთა ასისტი. სომხეთთან დუბლი ქონდა და მერე დუბლი და ასისტი. ძალიან ბევრი რამე გამოიხატა მაგ გოლით სომხეთთან პირველ თამაში გოლით ჩემი აზრით, ანუ ძალიან როგორ დაარტყა, საიდან დაარტყა, მამარდას პირველი ასისტი იყო ეგეც ამ კარიერაში და შენ ამბობ პირველ გოლი. ხო, კუთხიდან რო იყო რა, ანუ არც ერთხელ იფიქრა მეკარეს გახედა, პროსტა კარგად დააგვით მაგ მომენტს და ეგრევე დაუწყა. ანუ ჭკვიანია, თან მან დაკეთებს. ალღოც როგორია? ჯერ ხო გახედა, უკვე იცის იმის პოზიცია, უკვე იცის რომ სარაჩევიჩი, მე მგონი ეგوارი არის თუ რა. არა, წანწარევიჩი. კი. აი სარაჩევიჩი არის კლერმონის ლიდერი იყო ტრაბზონში თამაშობს. იცის რომ უკვე იქეს და იცის რომ მეკარე ფიქრობს იმაზე რომ ჟორჟისგან პასია მოსაოდნელი და კუთხე თავისუფლებას რასაც არავინ არ ელოდებოდა. ეგ არის მთელი მუღამი, ანუ ჟორჟის ბევრი კარგი თვისება მაგაშიც ჩანს. და რა, იცი ჟორჟი გარდა იმისა რომ კარგი ფეხბურთელია, ძალიან დადებითი ადამიანია. იმდენად დადებითი ადამიანია, რომ უყვარს ბომბარდირი. უყვარს ბომბარდირი, ეგ არის, უყვარს ბომბარდირი, ეკაცია რა. თელ საქართველოს უყვარს მაგარია. უყვარს ბომბარდირი. კაი.